ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ერთ-ერთი სარემონტო ნიუანსი, რომელიც დამახასიათებელი არის ამ კონკრეტული ბინისთვის, ეს არის ხმის იზოლაცია. ძალიან ხშირია შეკითხვა და ძალიან ხშირად ისმის სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ჯგუფებში, რომ მეზობლთან ხმა შემოდის, ან მეზობლთან ხმა შედის, ან სადარბაზოდან შემოდის და აი ეს პრობლემა მე ზუსტად ვიცი, რომ თანხლები არის ყველა მშენებარე კორპუსისთვის და ყველა მოსახლეს შეიძლება გაუჩნდეს აი ეს კონკრეტული პრობლემა, ხმის იზოლაცია, სადარბაზოდან ხმის შემოსვლა და მეზობლებთან ხმის შემოსვლა. ამ ბინაში რო არ ყოფილიყო მსგავსი პრობლემა, დამკვეთთან ერთად შევთანხმდით, რომ გავეკეთებინა ხმის იზოლაცია მომიჯნავე კედლებზე, რომელიც ემიჯნება მეზობლებს, იმისათვის რომ ხმა არ შემოვიდეს თავისთავად. რა გადავწყვეტეთ ჩვენ? აი ამ კონკრეტულ ლოკაციაზე თქვენ ყურადღება, იმიტომ გავამახვილე, რომ აი აქ თვალნათლივ ჩანს, აი ეს მანძილი, აი ეს კბილი, რასაც ხედავთ, ხო, ზუსტად ის მანძილი არის, რასაც დაკარგავთ ქვაბამბით ხმის იზოლაციის მონტაჟის შემთხვევაში. როგორც ჭერზე კეთება ხოლმე კარკასს და კედლებზე, ჩვეულებრივ ბლოკთან მიმართებაში კარკასი არის გაკეთებული, შინ ჩადებული არის 5 სანტიმეტრიანი ქვაბამბა, რომელიც ფიქრობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა და დატესტილიც არის უკვე, რომ შემოვიდოდი სადარბაზოში ხმა იყო მუსიკის, სახლში შემოვიდი სრული სიჩუმე არის. ხმის იზოლაციის კიდე რამოდენიმე საშუალება არსებობს, მაგრამ ჩვენთვის ორია სულ ცნობილი, ეს არის ქვაბამბა, რომელზეც ვახსენეთ უკვე და არის სპეციალური ხმის საიზოლაციო შრეები, რომლებიც სხვადასხვა ზომისაა, 9 მმ სისქეში, 9 მმ-იანი არსებობს, 12 მმ-იანი არსებობს, 15 მმ-იანი, შეიძლება კიდე სხვა სისქეც იყოს, მთლად უფრო დიდებიც არის, რომლებსაც იყენებენ უკვე კლუბების ხმის იზოლაციისთვის, რესტორნების და კომერციული ობიექტების ხმის იზოლაციისთვის, რომ მოსახლეობა არ შეაწუხონ, ასე ვთქვათ. ჩვენ ბინის რემონტის ფარგლებში, რასაც ვიყენებთ ხოლმე, ეს არის 12 მმ-იანი შრე და 9 მმ-იანი შრე. ძალიან კომფორტულად და ძალიან ეფექტურად მუშაობს საკანალიზაციო მილების ხმის იზოლაციისთვის. ხშირად ხდება ხო, როდესაც ბინას იყირი და ზოგადად როგორ ხდება ჩვენთან ხო, არსებული რაც არის ხოლმე, მშენებელი რასაც გთავაზობს დაგეგმარებას, მყიდველს შეუძლია თავისი პროექტის შეთავაზება ხო, თავისი ტიხრებით, თავის გემოვნებაზე მორგებული ოთახების მოწყობა, ასე ვთქვათ. ხშირ შემთხვევაში ხდება ჩვენს ქონია ასეთი გამოცდილება, რომ შეიძლება იყოს მისაღები ოთახი და გვერდზე კედელზე იყოს ის ზუსტად მოქცეული ის სავენტილაციო და კომუნიკაციების შახტა, სადაც რა თქმა უნდა საკანალიზაციო მილიც არის. ძალიან უსიამოვნო ხმები არის ხოლმე და ამ ხმის რა თქმა უნდა დახშობაა საჭირო. გარდა ქვაბამბისა, ვახმართ ხოლმე ვამატეთ აი ამ საიზოლაციო შრეს, სპეციალურ ხმის იზოლაციას, რომელიც თბილისში ბევრ ადგილას იყიდება, შეგიძლიათ მოიძებთ ინტერნეტშიც, სპეციფიკაციების და თვისებების ნახვაც შეიძლება ძალიან მარტივად ინტერნეტში. ამას ვიყენებთ ხოლმე და ძალიან ეფექტურია, რეკომენდაციას უწევთ, რა თქმა უნდა და საკმაოდ კარგი რაღაცა არის.